რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რა მოვლენასაც დღეს ჩვენ ყველანი ვადევნებთ თვალყურს და ძალიან დიდი მოლოდინია ამასთან მიმართებაში და მე ვიტყოდი, რომ მღელვარებაც ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ჩვენს შინაგან მღელვას, იმიტომ რომ ჩვენ პატრიარქის პირობებში, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს პირობებში შეიძლება ითქვას გარანტირებულად ჰქონდა ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიის მყოფობა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი მიმართებაც და ამ ინსტიტუციისადმი იყო აქედან გამომდინარე. დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას როგორც თავად მართლმადიდებელი ეკლესია, ისე მთელი ხალხი, მთელი სახელმწიფო, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეკლესიის ინსტიტუციური მდგრადობა და მნიშვნელობა უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილია და სერიოზული საყრდენია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მე მგონია, რომ თავის უნიკალურ როლსაც ის თამაშობს თანამედროვეობაში და პალატ გამოწვევებზე საუბრობთ. გამოწვევებზე საუბრობ ერთი თავისთავად გამოწვევა, როდესაც ეპოქალური მნიშვნელობის პატრიარქი იყო საჭეთმყრობელი 59 წლის განმავლობაში, პატრიარქი, რომელმაც ყველას გულში შეაღწია პრაქტიკულად, მათ შორის ათეისტების გულშიც და მისი მასთან გამომშვიდობების დღეები ამას მოწმობდა, ხომ, როგორი იყო ხალხის განწყობა, როგორი იყო ეს ნაკადი და როგორი იყო რაღაცნაირი ტრაგიკული და თან სიხარულიანი მსვლელობები, ხომ? ამ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის იმ ქვეყნად გახდა ჩვენი ხიდი, მფარველი და ახლობელი ადამიანი შეიძლება ითქვას და თითოეული ახალი კანდიდატისათვის, ვინც გამოირჩევა დღევანდელ სინოდის სხდომაზე და შესაბამისად მომავალი პატრიარქისათვის, თავისთავად ასეთი ავტორიტეტის შემდგომ პატრიარქობა თავისთავად დიდი გამოწვევა არის, იმიტომ რომ სხვა სიმაღლე იყო და ამ სიმაღლის დარი ამ გამოწვევებმა ერთგვარად გართულა კიდეც თავად არჩევნების პროცესიც შეიძლება ითქვას. გამოწვევებს კიდე დავამატებდი, გამოწვევებს გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, როდესაც მაგალითად რაღაცა სახელისუფლებო ინტერესი შეიძლება გაჩნდეს ჩარევისა, ან მაგალითად რუსული ეკლესიის განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველაფრიდან და რუსული სპეცსამსახურების, როდესაც ჩვენ ვუყვებოდით კირილის განცხადებაზე, რომელიც ახლახანს დღეს რაღაცა პირობების დაყენებასთან დაკავშირებით გაუგებარი არის, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესია არის სუვერენული, საქართველოს ეკლესია არის ავტოკეფალური ეკლესია და რა თქმა უნდა ეს ეკლესია ჯულის კანონზე დაყრდნობით და საეკლესიო ტრადიციაზე დაყრდნობით ბუნებრივია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და ამ სუვერენულობის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ამიტომ ეს შიდა და გარე გამოწვევები ერთის მხრივ ართულებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას ყველაფერს, რომ ახალი მღვდელმთავრები ახალი სახით წარდგნენ ქართული საზოგადოების წინაშე, შეიძლება ითქვას, ხომ? მათ შორის ისინი, ვიზედაც იყო ლაპარაკი და უფრო მეტი გაიგო საზოგადოებამ მათ შესახებ, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა, უფრო მეტად ჩავეძიეთ ყველანი, რომ აბა რა ხდება, რა წარმომავლობის, რა მსოფლმხედველობის და როგორი სულიერი ღირებულებების მატარებელია ესა თუ ის კანდიდატი და ასევე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს სინოდის სხდომაზე კიდევ გაჩნდეს, ხომ, გარკვეული კანდიდატურები და შესაბამისად, აი დღევანდელი დღე და დღევანდელი დღის შემდეგ არჩევნებამდე არსებული პერიოდი იქნება უმნიშვნელოვანესი. მე დღეს და ამ დღეებში საერთოდ ბევრ ვინმეს უსმენ, ბევრ ამას ვკითხულობ, მინდა რომ რაღაცნაირად აქტიურად ვადევნებდე და ვიყო ჩართული აი ამ რაღაცა მაჯისცემაზე მეჭიროს ხელი და ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ უმეტესობა ადამიანებისა, საეკლესიო პირებიც და თუმცა იყო რაღაცა რეციდივები, მაგრამ მე ვამბობ, უმეტესობა ამბობს, რომ
უმნიშვნელოვანესია, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეინარჩუნოს ეკლესიის მთლიანობა, რომ ახალ პატრიარქს ჰქონდეს გამაერთიანებელი ფუნქცია, როგორც ეკლესიის შიგნით, რა თქმა უნდა, ისევ მთელ საზოგადოებაში და ჩვენი დიდი სურვილია, ჩვენი განწყობა ასეთია, რომ სწორედ ასე წარიმართოს ეს პროცესი და მე ვისურვებდი, რომ იქ სადაც სულიწმინდა უნდა ერეოდეს და პატრიარქის არჩევაში და სინოდალურ ამ გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, სულიწმინდის მადლი მონაწილეობს, იქ სადაც უნდა მონაწილეობდეს ასეთი მადლი, არ მონაწილეობდეს, ასე ვთქვათ, ყოფიერი რაღაცა ელემენტები, რომლებიც განცხადებენ თვალს ვადევნებდით, მათ შორის მეუფეების მხრიდანაც, რომლებიც თავადაც არიან გადაწყვეტილების მიმღებები, როგორც სინოდის რაღაც გამაფრთხილებელი განცხადებები. მეუფე იაკობის თუ მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სავარაუდო მცდელობაზე ჩარევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ამას გულისხმობდით თქვენც. ქალბატონ ფიქრია, ფაქტია, რომ დღევანდელი დღის მთავარი მოლოდინი ნამდვილად საპატრიარქოს უკავშირდება და საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს წმინდა სინოდი. თუმცა უნდა გადავიდეთ და გკითხოთ უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიმღებთა განცხადებებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ისინი იღებენ ჩვენ დღის განმავლობაში დილიდან პრინციპში თვალს ვადევნებთ დიპლომატიური უწყებების მისამართით ახალ ცეცხლს, გახსნილ ახალ ცეცხლს დაიწყეს ევროკავშირის ელჩით და ახლა ვკითხულობდი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც საუბრობს, რომ კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როცა პრეზიდენტთან დაკავშირებული ფორმალური ინფორმაციის შეცვლას კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზეო, ან დაპირისპირება არათუ იცვლეს, სუსტდება, არამედ ღრმავდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში. სადამდე შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება და ვინ შეიძლება დარჩეს როგორც მოკავშირე მმართველი პარტიის, რომელსაც ხელში მმართველობის სისტემა აქვს. ხო, ძალიან რთულია მოკავშირეებზე საუბარი ასეთ ვითარებაში, თუმცა თვითონვე ნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან, ვინმე თუ ხელი ჩამოართვათ სადმე, ან ვინმე მოსალოცი ბარათი გამოუგზავნათ ამა თუ იმ თარიღისა. ამის, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის მიყიდვა უნდათ ძალიან ძვირად და ისინი ამბობენ, რომ აი ნახეთ, როგორი მნიშვნელოვანი ამბავია. ბოჭორიშვილი თუ სადღაც აღმოჩნდა და ვინმე ხელი გაუწოდა და დაელაპარაკა, ამას ყიდიან, რომ ნახეთ რამხელა დიპლომატიური და პოლიტიკური მიღწევაა, მაგრამ მეორეს მხრივ უცებ აკეთებენ ამას, რაც თქვენ თქვით და ამ გერმანიას განსაკუთრებით არიან გადაკიდებულები და კიდევ უფრო მძიმე და უცნაურია ის, რომ კობახიძესაც, პაპუაშვილსაც განათლება მიღებული აქვთ გერმანიაში და ძალიან უცებ და ბევრს მათ თანაგუნდელს სხვათა შორის, რომლებიც ესეთი აგრესიით გამოირჩევიან ამ მიმართულებით და რას უნდა მოასწავებდეს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მოასწავებს ერთის მხრივ იმას, რომ საქართველო ჩამოტოვებულ იქნას ამ ინტეგრაციული პროცესისაგან და მეორე შიშებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს თავის ძალაუფლებასთან მიმართებაში აქვს. მას არწმუნებენ, რომ ის თუ ხისტი იქნება და არ დაყვება მაგალითად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, სასამართლოს გათავისუფლების თემას, მედიის გათავისუფლების, პოლიტიკური პარტიების არაკრძალვის თემას და ასე შემდგომ, ეს დაასუსტებს მის ძალაუფლებას. ის ასეთ იდეოლოგიურ პარადიგმაში ცხოვრობს და ამიტომ გამომდინარე იქედან, რომ მას უნდა რომ ამ ძალაუფლებას ფლობდეს, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ქართველი ხალხის ინტერესებს აბსოლუტურად მიასახარისხოვან პლანზე აყენებს და თავისი ინტერესები აქვს წინა პლანზე წამოწეული და ამით ოპერირებს. თუმცა თუ დასჭირდა უცებ და ჩათვალა რომ ეხლა საჭიროა, ისინი უცებ შეცვლიან სიტუაციას. მაგალითად, ისეთი პარადოქსის მარტივი გახდა სიტუაციის შეცვლა ამ თითქმის ორწლიანი კონფრონტაციის რეჟიმის ფონზე?
იცით პარადოქსი რა არის და რითი სარგებლობს ბოროტად ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა საქართველოსადმი და ქართველი ხალხისადმი იმდენად პოზიტიურია და ისინი იმდენად აფასებენ ჩვენს მისწრაფებას აი ამ საერთაშორისო პარტნიორობისადმი, ინტეგრაციისადმი, რომ არაერთი, ასე ვთქვათ, ზომის გადავადება მოახდინეს საქართველოსთან მიმართებაში და ასევე დიფერენციაცია, რომ საქართველოს ხალხი არ დაზარალდეს და არ დაზიანდეს იმ გადაწყვეტილებებით, რომელი გადაწყვეტილებების მიღებაც მათ უწევთ და მაგალითად იგივე სასანქციო თემები იქნება თუ სხვა რამ განხორციელდეს მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლებზე და არა მთლიანად საქართველოზე და ამითაც სარგებლობს ქართული ოცნების ხელისუფლება და ბოლომდე ჭიმავს შეიძლება ითქვას აი ამ რაღაც ცოტა გაუგებარი შეიძლება სადღაც მართლა ძალიან ძიმეთ გაწყდეს და ეს უკვე მარტო მათთვის არ იქნება პრობლემური, ეს პრობლემური იქნება რა თქმა უნდა საქართველოსთვის, თუმცა ის ვითარება არის რაც თქვენ იკითხეთ რომ მათ დღესვე რომ გამოთქვან სურვილი რომ უარი თქვან იმ რაღაც აბსოლუტურად დამანგრეველ დემოკრატიის დამანგრეველ კურსზე რომელიც აირჩიეს და თქვან რომ აი რაღაც გაფუჭდა და ჩვენ ახლა მზად ვართ რომ რაღაცები გამოვასწოროთ დასავლური საზოგადოება მე ასე მგონია რომ ამ მის მიმართ მაინც პოზიტიურად იქნება განწყობილი უბრალოდ ამას რაც მოყვება ისაშინებს მე ქართულ ოცნებას იმიტომ რომ დემოკრატიის უკუსვლა შეიძლება გაჩერდეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ იმით, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, აღარ უნდა აიკრძალოს პარტიები, გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყანაში, რეპრესიული კანონმდებლობა არ უნდა არსებობდეს, სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალის დაქვემდებარების ქვეშ და სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმა არ უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად ანაკლია დასავლური ინვესტიციით უნდა აშენდეს და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, სტრატეგიული და სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა ვთქვათ რაღაცა ჩინური ან რუსულ ინტერესს დაქვემდებარებული ამ მოცემულობით არსებობს. ნახეთ, თითქოს როდესაც იწყებს ქართული ოცნება გადაადგილებებს შიდა პოლიტიკურ ფლანგზე, გულისხმობს სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების გაშვებას, ან ახლის დანიშვნას, ან გადანაცვლებას, მუდმივად ჩნდება ხოლმე განცდა, რომ ისაპირებს უფრო მეტ ცვლილებას თუნდაც საგარეო ფლანგზე და გახყავს სათამაშო პოლიტიკური ველიდან ხალხი, რომელსაც პრობლემები აქვს საგარეო მიმართულებით. თუმცა რომელსაც მძიმე ნაბიჯები გადადგეს ამ მიმდინარე 2 წლის განმავლობაში. თუმცა ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით გულისხმობს სუსის უფროსობით და მდინარაძის გადაყვანას კოორდინაციის ხელმძღვანელ სახელმწიფო მინისტრად, დასანქცირებული თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას და ასე შემდეგ. რაზეა გათვლა ივანიშვილის, რას უკავშირდება ეს რეალური პოლიტიკური გადაადგილება? სამწუხაროდ პირველ რიგში ისევ და ისევ ივანიშვილის პერსონალურ და მისი ოჯახის თუ გარემოცვის პერსონალურ განწყობებს უკავშირდება და ძალიან ძნელია აქედან გამომდინარე რამე ლოგიკა დაიჭირო ხოლმე და ლოგიკური შეფასება მისცე ამ ყველაფერს. ის ძალიან ეჭვიანი ადამიანია, მას იოლად უჩნდება რაღაცა ეჭვნარევი დამოკიდებულებები რაღაც გარკვეული ინფორმაციების თუ თავის დაკვირვების საფუძველზე და შესაძლოა სწორედ ასეთ რამეს უკავშირდებოდეს მთელი ეს გადაადგილებები და არა უფრო რთულ განზრახვას, მაგრამ ეს განცდა გააჩინა იმან, რომ მისი ოჯახის წევრმა რაღაც უფრო რბილი ფრაზა წარმოთქვა დიალოგთან დაკავშირებით და დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მე ამას მოყვა ეს საკადრო ცვლილებები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებები, მაგრამ იმ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, თუ მას დასჭირდა რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ის ასევე გადასცემს გვერდით კობახიძეს და შეიძლება სრულიად ახალი კანდიდატურა ვიხილოთ ამ პოსტზე, იმიტომ რომ ის ადამიანებითაც, ქვეყნითაც,
პარტიითაც ყველაფრით თამაშობს იმისთვის, რომ თავისი ფინანსური და ძალაუფლებრივი ინტერესები შეინარჩუნოს და ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ამბიცია აქვს და ძალიან დიდი პოტენცია აქვს და ეს ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და რომლის გამო თაობები თავს წირავდნენ, რომ ის შემდგარიყო დამოუკიდებელ სრულფასოვან სახელმწიფოდ, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნებოდა დანარჩენ დემოკრატიულ სამყაროში და მსოფლიოში, დღეს ის არის ერთი ადამიანის ხუშტურებს დაქვემდებარებული ქვეყანა და რა თქმა უნდა ძალიან გამვიცდით ყველანი. ფიქრეთ, თქვენ ახსენეთ სანქციების ნაწილი, რომელიც შესაძლოა ემუქრებოდეს ქართულ ოცნებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უნგრეთი აღარ არის როგორც მხარდამჭერი და ფარი ქართული ოცნებისთვის და კითხვა ჩნდება, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის პასუხი სწორედ ამ რიტორიკასა თუ პასუხებზე, რომელიც ქართულ ოცნებას დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვს. თუმცა, სინთეზში რო ვილაპარაკოთ, რა უნდა დახვედროს ოპოზიციურმა სპექტრმა საგარეო მხარდაჭერას იმისთვის, რომ ის ძაფი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ისე არ გაწყდეს, რომ ხალხს შემოუბრუნდეს სწორედ იმ მძიმე პროცესით, რომელსაც შესაძლოა სავიზო რეჟიმის გაუქმება ან და თავისუფალი ვაჭრობის დასრულება მოჰყვეს. იცით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ესეთი ჟონგლიორობა, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გამხდარიყო, კანდიდატი უნდა გამხდარიყავით წევრობის ხომ და ეს საფეხური გავიარეთ პირველი, მაგრამ მერე დავმუხრუჭდით, შეიძლება ითქვას, ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ჩვენ უნდა შეგვესრულებინა გარკვეული პირობები, ხო? ხან ცხრა პირობა იყო, ხან უფრო ნაკლებზე ჩამოდიოდა და ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერზეც უარი ვთქვით და ბიძინა ივანიშვილმა ესეთი გათამაშება გადაწყვიტა, რომ აი ტრამპის ადმინისტრაციასთან, ახალ ადმინისტრაციასთან გაება იქნებ მოეხერხებინა რაღაც ურთიერთობების გაბმა და ამით ევროპული ინტერესი დაბლა დაეწია და ერთგვარად საპირწონე მდგომარეობაში ჩაეყენებინა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის ევროკავშირი არ მიჭერს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ამ სტრატეგიით ამის დიდი მცდელობა იყო არაერთ გზის, თუმცა მაინც და მაინც იქედანაც სანუგეშო სიგნალები მათთვის არ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ბევრი ღია და შეიძლება დაფარული მცდელობა ჰქონდათ მათ ლობისტების მეშვეობით, რომ როგორმე ეს დაელაგებინათ და ერთადერთი რასაც გამოკრეს ხელი ტრამპ ტაუერის რაღაცა კორპუსის აშენება არის იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც თავადაც არასწორი უნგრეთის მაგალითმაც კარგად აჩვენა, რომ მხოლოდ გარე მხარდაჭერა არ ცვლის შიდა პოლიტიკურ პროცესს. აქეთ მივდიოდი სწორედ, უნგრეთი მათთვის იყო ერთადერთი საყრდენი პარტნიორი, შეიძლება ითქვას, ორბანის სახით, რომელიც მართლაც ბლოკავდა ბევრ გადაწყვეტილებებს და არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, სხვა გადაწყვეტილებებიც, ხო? ორბანის წასვლამ თანამდებობიდან მართლაც ახალი რეალობა შექმნა და ჩვენ ეს ახალი რეალობა დავინახეთ უკრაინასთან მიმართებაში. ალბათ ამ ახალ რეალობას დავინახავთ საქართველოსთან მიმართებაშიც და ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილს, რა ვიცი, კუთხეში მომწყდეული ცხოველივით თუ უფრო გონიერი არსებასავით, რომელსაც უფრო ადრე შეუძლია გათვალოს რაღაც მოსალოდნელი შედეგები, მოუწევს გარკვეულ ნაბიჯებზე წასვლა, ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ალბათ ოპოზიციასაც მოუწევს სიტუაციის და ვითარების მომზადება, რომელსაც შიგადაშიგ ვუყურებთ კომუნიკაციას გულისხმობს საზოგადოებასთან, თუმცა არც ისე აქტიურს, როგორცაც შეიძლება ელოდეს ამომრჩეველი. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ როდესაც ვეუბნებოდით ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს და ამაზე ლაპარაკობდით და მაგალითად ლაპარაკობდით ისეთ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ეს იქნებოდა ფასების თემა, ეს იქნებოდა დანგრეული სკოლების თემა, ეს იქნებოდა სოფლებში გაზისა თუ წყლის თემა, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ რა
რა დროს ამაზე ლაპარაკია, ჩვენ გლობალური პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ამ გლობალურ პრობლემებზე ლაპარაკმა აბსოლუტურად ყურადღების მიღმა დატოვა ქართული საზოგადოების ყოველდღიური პრობლემები და პოლიტიკოსი ამას აუცილებლად უნდა ხედავდეს და გასაწევი, აი ძალიან ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი. რა სამუშაო აქვს ოპოზიციას გასაწევი იმისთვის, რომ ნდობის ხარისხი, რომელიც საზოგადოებაში შემცირდა პოლიტიკოსების მიმართ, უფრო მეტად გაიზარდოს, რომ ცვლილებები უფრო სწრაფად ან ეფექტურად მოვიდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ცვლილება განვახორციელოთ, ვიდრე ყავდა, იმაზე მეტი მომხრე უნდა ყავდეს. ყავდა მე ვამბობ 2024 წელს. ხალხთან ძალიან აქტიური ურთიერთობით, კამერის გარეშე ურთიერთობით. რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ ეხლა ნამდვილად და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გავაკეთებთ და მე ვხედავ, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში საუბარი დაიწყეს. თუ მანამდე ჩვენ გვამუნათებდნენ, ეხლა თვითონაც დაიწყეს საუბარი და ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის რაღაცნაირად შეჯანჭყარებული თუ ჩატეხილი ხიდის აღდგენა უნდა მოხდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ კი გონია, რომ სულ პოლიტიკური პრობლემებით ფიქრობს და ცხოვრობს ყველა ადამიანი, მაგრამ იმდენი პრობლემა დაგროვდა ქართული ოცნების პირობებში თითოეული ოჯახისთვის, თითოეული ადამიანისთვის, რომ ამ პრობლემებზე თუ არ ველაპარაკეთ ადამიანებს და მისი მოგვარების და გადაჭრის გზებზე, ჩვენ ძალიან დიდი გაუცხოება დაგვემართება ქართულ საზოგადოებას. მადლობა, ფიქრიათ ჩიხრაძე.